აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში ისტორიული ფილმის გადაღებიდან 100 წელი გავიდა, ეროვნულ არქივში დღეს ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. ვასილ ანაშუკელმა გადაიღო ეს ფილმი 1912 წლის ზაფხულში, აქ არის მოთხრობილი აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში და თავისთავად ეს დოკუმენტი არის ერთ-ერთი ძველი დოკუმენტი ჩვენი კინოკოლექციაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა გითხრათ, რომ ეს დოკუმენტი მარტო ქართულ კინომემკვიდრეობას არ ეკუთვნის, ეს არის მსოფლიო კინომემკვიდრეობის შედევრი. საბედნიეროდ და სამწუხაროდაც კინოარქივი არის პირველი და ერთ-ერთი ჯერჯერობით სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც აღნიშნავს ამ თარიღს. ჩვენ მადლობელი ვართ კინემატოგრაფისტების სახელმწიფო ამას, რომ ალბათ მომავალ წელს მაინც ისე აღნიშნავთ ამ თარიღს, როგორც შეეფერება. ამ არქივს აქვს ძალიან დიდი პრობლემები, შენახვის პირობები არ არის სათანადო, არადა ჩვენი ერის მახსოვრობა ინახება ამ შენობებში. ამიტომაც ჩვენ ხელისუფლების ცვლილებისთანავე ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დავისახეთ ეროვნული არქივის ხელშეწყობა, რომ არ თქვა შველამეთქი, იმიტომ რომ თუ სხვადასხვა ხელისუფლებებმა არიზონეს საკუთარი ქვეყნის მეხსიერებაზე, მომავალ თაობებს არქივი არ ექნებათ.